საღამო მშვიდობისა, ეთერშია სოლიდარობის დრო TV4-ზე და გადაცემას გაუძღვები მე დავით ახვლედიანი. ჩვენი სტუმარი გახლავთ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის პოლიტსაბჭოს წევრი პოლიტოლოგი გიორგი ირემაძე. საღამო მშვიდობის გიორგი, მადლობა რომ გვეწვევით სტუდიაში. საღამო მოგესალმებით. უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი აცხადებს, რომ პუტინი გაურბის მოლაპარაკებებს რუსეთის პრეზიდენტზეა საუბარი და არ სურს ამ მოლაპარაკებებში ჩართვა, რითაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის არის ამ კონფლიქტში სუსტი რგოლი. მისი აზრი არის ასეთი. ეს განცხადება ზელენსკიმ გააკეთა მას შემდეგ, რაც როგორც ჩანს იხილა მანქანაში ავტომობილში გადაღებული რუსეთის პრეზიდენტი, სადაც მისი ეს ჟურნალისტური პულის წევრი პაվել ზარუბინი მესაუბრება სწორედ ამ მოლაპარაკებების თაობაზე ზელენსკისთან და იქ პუტინმა ცხადად განაცხადა, რომ ნებისმიერ პიროვნებასთან შეიძლება ამ საკითხზე საუბარი, მთავარია ის იყოს ლეგიტიმური. და ზელენსკი პუტინის განცხადებით არ არის ლეგიტიმური პირი, მას გასული აქვს ყველანაირი უფლებამოსილება, სამხედრო მოქმედებების პირობებშიც კი ის არ ითვლება ლეგიტიმურ პირად, ასე ამბობს პუტინი. როგორც ჩანს, ეს იყო სწორედ გამაღიზიანებელი მომენტი ზელენსკისთვის და ჩვენ უკვე ვიცით რა განაცხადა ზელენსკი. არსებობს თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ ამის მიუხედავად ზელენსკი გაწიონ გვერდზე, აქ უკვე საუბარი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთზე და მის გარეშე დაიწყონ პირდაპირი მოლაპარაკება, რომ დამთავრდეს ეს ომი. გარდა ამისა, ერთი საგულისხმო ფაქტია, რომ შედგა საუბარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს მარკ რუბიოსა და ევროკომისარ კაია კალას შორის. მარკ რუბიომ, როგორც კალასი ამბობს, დასავლური მედია, მაგალითად ევრონიუსი აკეთებს სიუჟეტს იმის თაობაზე, რომ მარკო რუბიომ დაუდასტურა ევროპელებს თავისი მხარდაჭერა, რომ იყვნენ უფრო ძალის პოზიციიდან მოლაპარაკებებში რუსეთთან. თავის მხრივ ეს გაუხარდათ ევროპელებს. გიორგი, თქვენ როგორ ფიქრობთ? სადამდე უნდა გაგრძელდეს ესეთი ტიპის განცხადებები და ამ კონფლიქტის დასასრული არ ჩანს? კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმები პატივცემულ ტელემაყურებელს. ეს იცით რა არის, ეს კონფლიქტი გაგრძელდება ალბათ იქამდე, სანამ არ იქნება ან დასავლეთი არ დაიცლება ძალის იმ, ასე ვთქვათ, არ შეწყვეს დაფინანსებას, იარაღის მიწოდებას კიევის რეჟიმისთვის და შემდეგ უკვე არ მოხდება მოლაპარაკება, ან უბრალოდ არ გაიქცევა კიევის რეჟიმის წარმომადგენელი ზელენსკი და მისი თანამოაზრე ის ნაცისტური და ფაშისტური ხუნტა, რომელიც 2014 წელს იგივე დასავლეთმა მოიყვანა ხელისუფლებაში უკრაინაში სრულიად უკანონოდ. და დღეისათვის უკვე ჩვენ ვხედავთ, რომ იგივე ზელენსკის მაგალითად ჯერ კიდევ შარშან გაზაფხული იყო მაისში, ოფიციალურად გაუვიდა ვადა, პრეზიდენტობის ვადა და შემდეგ უკვე რადას, ანუ პარლამენტს, უკრაინის პარლამენტს ასევე აგვისტოში გაუვიდა ვადა, ხო და ესე იგი არ ინიშნება არც არჩევნები, ვითომ აი კონფლიქტს ასახელებენ, რომ ამის გამო არ ინიშნება არჩევნები, თუმცა ალბათ უახლოეს მომავალში იქნება მაინც არჩევნები და იქნება განსაზღვრული, ვინ იქნება აი ამ კიევის რეჟიმის ხელმძღვანელი და ვინ წარმოადგენს სამომავლოდ მოლაპარაკებას და სრულიად გასაგები არის, რაც ბრძანა ბატონმა ვლადიმერ პუტინმა იმასთან დაკავშირებით, რომ ვლადიმერ ზელენსკი არ არის
არ არის ასე ვთქვათ ლეგიტიმური იქიდან გამომდინარე რომ მას გაუვიდა პრეზიდენტობის ვადა და იმ შემთხვევაში თუ მოხდება რაიმე დოკუმენტის ხელმოწერა ამ დოკუმენტს არავითარი ძალა არ ექნება და იგივე სხვა პრეზიდენტი ვინც ზელენსკის შეცვლის უკრაინაში მას შეიძლება თქვას რომ ეს შეთანხმება არ არის ლეგიტიმური იქიდან გამომდინარე რომ ზელენსკის არ ქონდა ძალაუფლება იმისათვის რომ ხელი მოეწერა დოკუმენტისთვის და აქედან გამომდინარე იტყვიან რომ ეს შეთანხმებაც ანულირებულია ხო გაუქმებულია იქიდან გამომდინარე რომ მას არავითარი ძალა არ აქვს აი ეს საფრთხეები არის რაც ბატონმა ვლადიმერ პუტინმა გააჟღერა და თქვა რომ როდესაც იქნება საშუალება რომ ესე კიევის რეჟიმის მხრიდან იყოს ლეგიტიმური ხელისუფლება და წარმომადგენელი რა თქმა უნდა რუსეთის მხარე მზად იქნება იმისათვის რომ თავისი პოზიციები გააჟღეროს და პოზიციები უკვე გაჟღერებულია ჯერ კიდევ შარშან ზაფხულში როდესაც ითქვა რომ ესე იგი რუსეთის მხარის მოთხოვნები არის მოლაპარაკებების შემთხვევაში რომ დასავლეთმა და მათ შორის უკრაინის რეჟიმაც უნდა აღიაროს ყირიმის გარდა ის 4 ოლქი რომელიც აბსოლუტურად ყველა სამართლებრივი ნორმის დაცვით შეუერთდა რუსეთის ფედერაციას იქ ჩატარდა რეფერენდუმი და ხალხმა უბრალოდ მიიღო გადაწყვეტილება და შეუერთდა და რუსეთს ხო ასეთი პრეცედენტები იყო იგივე კოსოვოს პრეცედენტი რაც თავის დროზე შეერთებულმა შტატებმა დაუშვა და ეს აბსოლუტურად გასაგები და მისაღები მოთხოვნა უნდა იყოს დასავლეთისთვის და მეორე მოთხოვნა არის ის რომ უკრაინაში ასე ვთქვათ დასრულდეს ის მილიტარიზაცია, შეწყდეს ის ნაციფიკაცია მოხდეს, ანუ იმ ელემენტების რომლებიც ატერორებდნენ 2014 წლიდან იგივე უკრაინის მოსახლეობას, დონბასის მოსახლეობას, ეს დაჯგუფებები უნდა ამ დაჯგუფებების ფორმირება უნდა ასე ვთქვათ აღარ უნდა მოხდეს და დაიშალოს მსგავსი სამხედრო ფორმირებები და შემდეგ რაც ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა არის რომ უკრაინა არ უნდა გაწევრიანდეს ნატოში და ყოველგვარი ის პროცესი უნდა დასრულდეს რომ მცდელობა რომ უკრაინა შეიყვანო ნატოში ეს მცდელობა უნდა დასრულდეს. აი ეს მოთხოვნები არის რუსეთის მხრიდან ну რაც შეეხება იმ ფრონტის ხაზზე რაც დღეს ხდება მიუხედავად იმისა რომ ტრამპის მხრიდან იყო გაჟღერებული რომ აი დასავლეთ შეერთებული შტატები მზად არის ასე ვთქვათ კონფლიქტი დაასრულოს შემდეგ ტრამპმა დანიშნა სპეცწარმომადგენელი უკრაინაში რომელსაც დაავალა რომ 100 დღის განმავლობაში უნდა დაესრულებინა კონფლიქტი ну ეს პროცესი ვითომ დაწყებულია, მაგრამ სინამდვილეში აი კონკრეტულად გუშინ მოხდა ესეთი ფაქტი, როდესაც სმოლენსკში ერთ-ერთი ატომურ ელექტროსადგურზე მოხდა თავდასხმა დრონებით უკრაინის რეჟიმის მხრიდან და ამასთან დაკავშირებით სმოლენსკის გუბერნატორმა განაცხადა, რომ ასეთი ფაქტი მოხდა და ეს არის არათუ დასრულება კონფლიქტის, არამედ პირიქით ესკალაცია, ხო? და ჩვენ ვხედავთ, რომ აი ეს ორმაგი სტანდარტები ისევ გრძელდება შეერთებული შტატების მხრიდან მიუხედავად იმისა რომ ისინი აცხადებენ რომ ვითომ აი მშვიდობის ანუ კონფლიქტის დასრულების მომხრეები არიან და რომ მშვიდობა დამყარდეს უკრაინაში და ზოგადად რეგიონში მაგრამ ეს არ ხდება სრულად პირიქით შეიძლება ახლა ტრამპმა თქვას რომ აი მე არაფერ შუაში ვარ და აგე იქ ასე ვთქვათ ევროპიდან რომელიღაც ქვეყნიდან ბრიტანელები აქტიურობენ თქვათ და ისინი აკეთებენ ამას, მაგრამ თუ შტატები პასუხისმგებელი არ არის ის რაც ხდება უკრაინაში კიევის რეჟიმის მხრიდან, მაშინ უნდა ადგეს და გავიდეს საერთოდ და მოიხსნას პასუხისმგებლობა, ხო? მაგრამ ამას არ აკეთებს. იქ პუტინმა ერთი საკმაოდ ისეთი მნიშვნელოვანი ფრაზა გააჟღერა, აი მანქანაში, როდესაც ეს ჟურნალისტი წერდა მასთან პაველ ზარუბინი კი. თქვა ასეთი რამე რომ ეს არის სერიოზული საკითხი რომლითაც გრძელვადიან ისტორიულ პერსპექტივაში როგორც უკრაინის ისე რუსეთის უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს. ანუ ამითი მან ხაზი გაუსვა რომ არ აქვს უკრაინის მიმართ
თუ კი ეს კონფლიქტი დასრულდება, აი ახლა როგორც მიმდინარეობს, აღარ ექნება რაიმე სახის პრეტენზია მასთან. უბრალოდ იქ უნდა იყოს ჩადებული რუსეთის უსაფრთხოება. უკრაინას ამზადებდნენ ომისთვის, სწორედ იმიტომ, რომ იქ განეთავსებინათ ეს დამრტყმელი დანადგარები, რომლებიც თავისუფლად აღწევს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში. და შესაბამისად მისი ნატოში გაწევრიანებისთვის იყო ეს ყველაფერი შემზადებული ნიადაგი და კონფლიქტი როგორც წესი, ესეთ მოწმენდილ ცაზე არ იწყება, ორივე მხარის ინტერესები, როდესაც იჩენს თავს, ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესები, აი ეს იყო სწორედ ამ კონფლიქტის ამ ესკალაციის მიზეზი. კლასიკური გაგებით, მაგრამ აი ერთია რას ამბობს პუტინი, მაგრამ აქ არის ასევე იმ მხარდამჭერთა მთელი კოჰორტა, რომელიც ზურგს უმაგრებს ზელენსკის და რომლებიც ამბობენ, რომ სწორედ რუსეთი არის აგრესორი, რუსეთს არ აქვს არანაირი გარანტია იმისა, რომ რუსეთი კიდევ უფრო შორს არ წავა, არ დაიწყებს სხვა ნატოს წევრი ქვეყნების მიმართ რაიმე სახის აგრესიას და თქვა შეიძლება დაიწყოს შეჭრა სხვა ქვეყნებში. ამას უძღოდა წინ თუ გახსოვთ ფინეთის და შვედეთის ნატოში გაწევრიანება. ამ საბაბით იყო ეს ფაქტი გადაჭრილი. თქვენ როგორ ფიქრობთ? ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში, როდესაც არც თუ ისე სახარბიელო და ურთიერთსანდოა, როგორც პარტნიორების დამოკიდებულება მთელი რიგი დასავლეთის ქვეყნების ლიდერებსა და ტრამპს შორის მას მაინც ეჭვის თვალით უყურებენ და ფიქრობენ, რომ ის ერთიანი ევროპის საწინააღმდეგო ნაბიჯებსაც დგამს. აი როგორ შეიძლება აქ გაკეთდეს რაიმე შეფასება, დაიწყებს ტრამპი გამოყენებას თავის ბერკეტების, რომ თქვათ ერთის მხრივ დაასუსტოს რუსეთი ევროპის ხელით, ან პირიქით შესაბამისად ასევე აუწიოს რა ეს გადასახადები და კონტრიბუცია იგნებავთ იგივე ნატოში 5%-მდე ითხოვს ის აწევას, ამით აზარალოს ერთი მხრივ ევროპა. აი როგორ ფიქრობთ თქვენ, შეიძლება ესეთი რამე მოხდეს? კი, რა თქმა უნდა, აქეთ მიდის ყველაფერი. მან თქვენ ინტერვიუ ახსენით ვლადიმერ პუტინის და ზუსტად იმ ინტერვიუში მან თქვა, რომ ესე იგი რუსეთის მხარე ანუ კარგად ხედავს, რომ კონფლიქტის დასრულება დასავლეთ შეუძლია, იმით რომ მაგალითად შეწყვიტოს კიევის რეჟიმის დაფინანსება. და მართლაც ასე არის, ხო? თუ დასავლეთს იგივე შეერთებულ შტატებს უნდა რომ კონფლიქტი დასრულოს, უბრალოდ უნდა დაასრულოს დაფინანსება და სულ რამდენიმე თვე შეძლებს კიევის რეჟიმი იარსებოს ისე როგორც ის დღეს ხედავთ და ანუ ვეღარ გააგრძელებს ომს. იგივე აზდღიანი ის რაც აზდღიანი გეგმა რაც გააჟღერა ტრამპმა რომ ეს უნდა მოხდეს აი ამ პერიოდში 100 დღე ვერ გავუძლებს უკრაინის რეჟიმი თუ ის არ იქნა დაფინანსებული ვაშინგტონიდან ან კიდევ ბრიუსელიდან, ხო? ეს გამორიცხული არის მით უმეტეს რუსეთის არმია ყოველდღიურად წინ მიიწევს და უკვე დნეპრო ქვია დნეპროპეტროვსკის ოლქს უახლოვდება, რომელიც საკმაოდ ისეთი საკვანძო ოლქი არის, საკვანძო ქალაქი არის და მისი დაკარგვის შემთხვევაში სულ სხვა რეალობა დადგება, ფრონტის ხაზი ჩამოიშლება აბსოლუტურად უკრაინის და შემდეგ უკვე კიევი არის. შემდეგი ქალაქი უკვე ფაქტიურად კიევი იქნება. აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი არის, არ ვიცი, ალბათ პროპაგანდის ხასიათის მატარებელი არის და დასავლეთი ამაზე თამაშობს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცუდი მდგომარეობა აქვს იგივე შეერთებულ შტატებს, იგივე ევროპას, ამაზე თუ იქნება საშუალება დეტალურად ვისაუბროთ და იგივე ახლა
რაც თქვენ თქვით რომ შეერთებული შტატები ევროპას გამოიყენებს რუსეთის წინააღმდეგ, ზუსტად ეს ხდება. ტრამპი ცდილობს რომ გახდეს იმპერატორი, ის თუ ამბობდა არჩევნებამდე რომ იქნებოდა იზოლაციური პოლიტიკის მატარებელი, სულ სხვა პოლიტიკას ატარებს უკვე ინაუგურაციის შემდეგ და თავი დავანებოთ გრენლანდიას და კანადას და პანამას, ეხლა უკვე ევროპაში ცდილობს ასე ვთქვათ, ისეთი პროცესი დაიწყოს, რომ თუ სიტყვაზე 5%-მდე გაიზრდება ნატოს წევრების მხრიდან მთლიანი შიდა პროდუქტის, ანუ ქვეყნის ეკონომიკის 5%-ის გადახდა ყოველი ქვეყნის წარმომადგენლის მხრიდან, ეს იმას ნიშნავს, რომ თავად შეერთებულმა შტატებმა, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი არის დაახლოებით 27 ტრილიონი მყიდველ უნარიანობის პარიტეტის მიხედვით, მაშინ შეერთებულმა შტატებმა ყოველ წელს უნდა გადაიხადოს როგორც ნატოს საწევრო გადასახადი დაახლოებით $1.350 მილიარდი $1.350 მოგეხსენებათ, შეერთებული შტატების ბიუჯეტი შარშან მაგალითად ქონდა ესე იგი დეფიციტი $2 ტრილიონი დაახლოებით ეს არის 30% მთლიანი ბიუჯეტისა და ამ დროს ახლა დამატებით $1.300 მილიარდი გადაიხადოს მხოლოდ სამხედრო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის როგორც საწევრო გადასახადი ეს შეერთებული შტატებისთვისაც გამორიცხული არის ამიტომ ეს დასახელებული ციფრი იმაზე მეტყველებს რომ ტრამპს უნდა რომ საერთოდ ნატო დაშალოს ან კიდევ თვითონ გამოვიდეს. აი მაგალითად როგორც ჯანმოდან გამოვიდა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გამოვიდა შეერთებული შტატები, მაგრამ ეს ორგანიზაცია იყო შექმნილი შეერთებული შტატების მიერ და მის ტერიტორიაზე, ხო, დღესაც იქ არსებობს. და თუ მართლა ეხლა ტრამპი მართლა ის ასე ვთქვათ, კეთილშობილური მიზნები აქვს, მაშინ დახუროს ჯანმო, ხო, და მსოფლიო დაისვენებს. ან გადააფორმატიროს. მაგალითად, გამოიყვანოს იქიდან ისეთი მარგინალები, როგორიც არის ბილ გეიტსი და მსგავსი ფაუჩი და ისინი, სხვა ის ფიგურები, რომლებიც კოვიდის დროს ისეთ პოლიტიკას ატარებდნენ, რომ ანტი-ადამიანურ პოლიტიკას ატარებდნენ, ხო? ჯანდაცვის მიმართულებით. გადააფორმატიროს, რატო არ აკეთებს ამას? ეს ორგანიზაცია შტატების ტერიტორიაზე არის. იგივე შტატების ტერიტორიაზე არის, მაგრამ აქვს საერთაშორისო ფორმატის არის, ანუ იქ სხვადასხვა ბევრი ქვეყნები არიან მონაწილეები და head office-ის მდებარეობა, ვთქვათ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთმნიშვნელოვნად არ ნიშნავს, რომ ვთქვათ დონალდ ტრამპი არის ის პირი, რომელსაც ერთპიროვნულად შეუძლია ამ ორგანიზაციის გაუქმება ან გადაფორმატება. კი, ბატონო დავით, მესმის, მაგრამ გეთანხმებით, მაგრამ მეორეს მხრივ შეუძლია სხვადასხვა მექანიზმები ამოქმედოს და იგივე გაეროში დააყენოს საკითხი და უბრალოდ მიმართოს ქვეყნებს, რომ ეს ორგანიზაცია გასაუქმებელია. ამ ინიციატივით გამოვიდეს, ეს ხო მაინც შეუძლია, მაგრამ ამას არ აკეთებენ, იმიტომ რომ იგივე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეიძლება შეერთებული შტატების მხრიდან იყოს გამოყენებული, ასე ვთქვათ, ფარულად, ხო? თვითონ გამოვიდა, ის პრევენცია მოახდინა იმ საფრთხეებისა, მაგრამ სხვა ქვეყნების მიმართ, როგორც ასე ვთქვათ, მათრახის პოლიტიკის გამტარებელი ქვეყანა იყენებს მსგავს ორგანიზაციებს. იგივე ნატოს გამოიყენებს, თუ იქიდან გამოვიდა შტატები, ამ ორგანიზაციას გამოიყენებს, როგორც ასე ვთქვათ, პროქსი ქვეყნები, ანუ შიგნით იქნება შემავალი პროქსი ქვეყნები და პროქსი ომისთვის გამოიყენებს იგივე რუსეთის წინააღმდეგ, რაც თქვენ თქვით, აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ევროპას მიმართავს რუსეთის წინააღმდეგ და ამ ვერსიას განიხილავენ რუსეთში საექსპერტო საზოგადოებაში პოლიტოლოგები და აბსოლუტურად ასე ვთქვათ მოსალოდნელი არის და ყველაფერი აქეთკენ მიდის და მეორე ის უნდა ითქვას რომ თავად ევროპაში ახლა ის პროცესი მიდის რომ ასე ვთქვათ კლინტონების კლანი რომელიც ფაქტიურად დამარცხდა რესპუბლიკელებთან ანუ ტრამპის გუნდთან ისინი ცდილობენ ახლა ანუ ვაშინგტონში დამარცხდა და ახლა ისინი ცდილობენ ბრიუსელში გაიმაგრონ ასე ვთქვათ ის
პოლიტიკური ბერკეტები და იქ გადაიტანონ, ასე ვთქვათ, მართვის კონცენტრაციის ცენტრი. ასევე იქ ამ ძალაუფლებისთვის, ევროპაზე ძალაუფლებისთვის იბრძვის ბრიტანეთიც, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი. ანუ აი ესეთი კონფიგურაცია არის და მიდის დაპირისპირება და სადამდე მივა, წლის ბოლომდე ალბათ ვიხილავთ. კი ბატონო. ახლა რომ გადმოვინაცვლოთ საქართველოს საკითხებზე, ჩვენ ვიცით, რომ ევროსაბჭოში განიხილებოდა საქართველოს მუდმივი მოქმედი დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი, მანამდე მოახერხეს და შეუჩერეს უვიზო მიმოსვლა ქართველ დიპლომატებს და ჩინოსნებს. დღეს გავრცელდა ინფორმაცია და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ბოკუჩავა ჩანს ფოტოზე, გვერდს უმშვენებს ყარამურზა, რომელიც ვიცით ისტორია, რუსეთის ხელისუფლების მიერ ყოველ შემთხვევაში დასავლეთი ასე ამბობს, რომ მიდევნებოდა, მერე იქ ციხეში ამის მოწამლეს და რამის მოკვდა, მერე მოახერხეს და გადავიდა დასავლეთში, ახლა წარმოადგენს ახლა Chatham House-ის ინტერესებს, ან ბრიტანული ანალიტიკური ცენტრის და შემთხვევითი არ არის, რომ ევროსაბჭოში მოხდა ყარამურზა და ჩვენ ვიცით, რომ ახლა ევროკავშირის წევრი ბრიტანეთი აღარ არის და საინტერესოა რა ესაქმებოდა ახლა იქ ევროსაბჭოს კორიდორებში. რა თქმა უნდა, აქ ნიღაბი არის ანალიტიკური ცენტრის თანამშრომლობა, ნებისმიერ ექსპერტს თუ ანალიტიკოს აქვს უფლება რომ ესწრებოდეს საერთაშორისო ორგანიზაციების შეხვედრებს, სიმპოზიუმებს, სამიტებს და ასე შემდეგ. და ყველაზე ესეთი საგულისხმო მომენტია, რომ ამ ყარამურზას გვერდით ზის თინა ბოკუჩავა, ან სააკაშვილის პარტიის თუ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ხოცხაძე უცხადესია, რომ დიდი ბრიტანეთი თავის სპეცსამსახურებით განთქმულია. ცნობილია Mi6-ის მოღვაწეობა და ახლა ყარამურზა რას აკეთებს იქ თუ არა მსტორის ფუნქციით არის აღჭურვილი, როგორც ჩანს. და საქართველოსთან მიმართებით მაქსიმუმს ალბათ აკეთებს იმ კუთხით, რომ სწორედ საქართველოსთან ჩასულ ამ რადიკალ ოპოზიციონერებს ესაუბრება და ბევრ საინტერესოს იგებს, როგორც თავისუფლად ასევე იმ ნავიგატორების, თქვათ, დარიგებულ მიზნებს, რათა მათ მოახსენოს თუ რეალურად რა ვითარებაა საქართველოში. როგორც მათ აწყობთ, რა თქმა უნდა. თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა იქ პერმანენტულად მთელი 3 თვის განმავლობაში თუ უფრო მეტი არა მიმდინარეობს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ და თავად ქვეყნის წინააღმდეგ პირდაპირ აგორებული კამპანია. ორ კვირაში ერთხელ მაინც ნიშნავენ მოსმენებს საქართველოში მიმდინარე ამბებთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში რას მოიგებს ამით ევროპა? ხომ არ ფიქრობთ, რომ მისი პოლიტიკა არის როგორც იტყვიან შეუმდგარი საქართველოში, ანუ არ გამოსდით აქ არაფერი და ასე მიამიტად ცდილობენ რაღაცას მიაღწიონ. დიახ, ზუსტად ასე არის. ის ასე ვთქვათ აქციები რაც დღეს მიდის, ეს დასტურია იმისა, რომ დასავლეთს აღარ აქვს ძალა, აღარ ყავს ლიდერები, რომლებსაც გამოიყენებს საქართველოში. იგივე სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მათ შორის რესპუბლიკური პარტიიდან საკმაოდ ისე აპიარებენ და ეთყობა ამზადებენ რაღაცა პროცესებისთვის. მაგრამ არც სალომე ზურაბიშვილი, არც ნაცმოძრაობის სექტის წარმომადგენლები, ან სხვა კიდე ის პარტიები, რომლებიც მათ შორის 3 პარტია, რომელმაც გადალახა ბარიერი და მოხვდა პარლამენტში, მათ არ ასე ვთქვათ, უარი არ უთქვიათ იმ ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე, რომლის ხელისუფლებას, ანუ მთავრობისგან დაფინანსებაზე, რომლის ლეგიტიმაციასაც უარყოფენ, ხო? არ ცნობენ.
მაგრამ თანხები ჭირდებათ და ამაზე უარს არ ამბობენ. ეს არის რაღაცა იუმორში გადადის უკვე მათი ქმედება. რაც შეეხება ახლა დღეს რაც ხდება ევროსაბჭოში, იქიდან გამომდინარე რომ ეს ოპოზიცია ცდილობს რომ საქართველოს დელეგაციამ არ მიიღოს ასე ვთქვათ ლეგიტიმაცია. ეს ყველაფერი იქითკენ მიდის რომ და იმისთვის კეთდება რომ დღევანდელმა მთავრობამ არ მიიღოს ლეგიტიმაცია, ეგრეთ წოდებული ლეგიტიმაცია და აღიარება ევროსტრუქტურების მხრიდან. მაგრამ ამას ვერ ახერხებენ იქიდან გამომდინარე რომ ევროსაბჭოში არ არის ერთსულოვნება ამ მიმართულებით, არის ძალები, რომლებიც მოუწოდებენ მთავრობას რომ დანიშნონ ახალი არჩევნები, მაგრამ არიან პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც პირიქით ულოცავენ გამარჯვებას, ქართულ ოცნებას და მხარს უჭერენ იგივე ორბანი, იგივე სხვა პოლიტიკოსები, რომლებიც მხარს უჭერენ დღევანდელ ხელისუფლებას. ეს ყველაფერი ხურდავდება სანქციებში რა. ესე იგი, ოპოზიციის, რადიკალური ოპოზიციის მთავარი მიზანი არის ის, რომ ასე ვთქვათ, მოახდინოს ზეწოლა მთავრობაზე, დააწესებინოს ახალი სანქციები. იგივე ახლა დღეს საუბარი იყო სავიზო რეჟიმის მოხსნაზე ჩინოვნიკებისთვის და ასევე პასპორტებთან დაკავშირებით რაღაც გარკვეული პრობლემების შექმნა, რომ გაუძნელდეთ მათ ვიზიტი ბრიუსელში. და ცდილობს ოპოზიცია რომ სანქციები გამკაცდეს საქართველოს ხელისუფლების მიმართ და შეუქმნან პრობლემები და ეს იქნება წნეხი იმისათვის რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები, მაგრამ ეს არ გამოუვათ. ეს ყველაფერი ემსგავსება ძალიან კომედიურ სიტუაციას და შტატების მხრიდანაც გაურკვეველი პოზიცია აქვთ. არც ასე ვთქვათ ოპოზიციას უჭერენ მხარს ბოლომდე, არც მთავრობას და ეთყობა რაღაცას ელოდებიან. რას ელოდებიან ახლა ტრამპი? იქ უპირისპირდება ეგრეთ წოდებულ deep states, უპირისპირდება კლინტონების კლანს, დემოკრატებს, მაგალითად თავდაცვის მინისტრის დამტკიცების დროს სენატში მოხდა ერთმა ხმამ გადაწყვეტა ისტორიაში მეორე პრეცედენტი მოხდა, როდესაც ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი-დი ვენსმა მიიღო მონაწილეობა, როგორც სენატის თავმჯდომარე, მიიღო მონაწილეობა ხმის მიცემის პროცედურაში და მის ხმამ გადაწონა ის, რომ ტრამპის მიერ დანიშნული კანდიდატი გავიდა სენატში და დაამტკიცეს. მიდის სერიოზული დაპირისპირება თავად სენატსა და კონგრესში, შეერთებული შტატების შიდა დაპირისპირება. ტრამპმა გაიმარჯვა არჩევნებში და ასევე სენატი და კონგრესიც რესპუბლიკელების არის, მაგრამ რესპუბლიკელებს შორისაც მიდის დაპირისპირება. და ამას ერთვის ძალიან სერიოზული ეკონომიკური პრობლემები. მაგალითად, ორშაბათს იყო ძალიან ესეთი მანიშნებელი ფაქტი იმისა, რომ შეერთებულ შტატებში საკმაოდ დიდი კრიზისი არის იმასთან და მაგალითად, მათ შორის მაღალი ტექნოლოგიური საწარმოებთან დაკავშირებით და კომპანიებთან დაკავშირებით, რომლებიც მათ შორის მაგალითად ამ არიზონას შტატში უნდა გახსნილი საკმაოდ დიდი საწარმო ჩიპებისა, იმ ისეთი საწარმო, რომელიც აძლიერებს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ამ ტექნოლოგიებს, მაგრამ ეს საწარმო არ გაიხსნა რატომღაც და ორშაბათს მოხდა ის, რომ არის მაგალითად ასეთი კომპანია Chatbot GPT ეს არის ამერიკული კომპანია ხელოვნური ინტელექტის ასე ვთქვათ ელემენტებით პროგრამა, რომელიც ციფრული ასისტენტი არის ნებისმიერი ვისაც ტელეფონი აქვს შეუძლია იყიდოს ეს პროგრამა, ჩატვირთოს და უამრავი მონაცემები არის. შეუძლია დაავალოს რაღაც ვთქვათ ტაქსის გამოძახება, ან პიცის შეკვეთა, ან რომელიღაცა წიგნის ვთქვათ სიტყვაზე კონკრეტული
მიმართულებით შესწავლა და იქიდან თეზისების სახით ამოღება და უამრავ ეს ძალიან მარტივი რაღაცებია, რასაც მე ვასახელებ, ამას უფრო მეტი საშუალება აქვს და ამ დროს გამოვიდა მსგავსი პროგრამა chatbot-ი ჩინური დასახელებით DeepSeek და ამან პირდაპირ კონკურენცია გაუწია ამერიკულ ანალოგს და ორშაბათს დაახლოებით ეს NASDAQ-ის ინდექსის 3%-იანი ვარდნა დაფიქსირდა. საერთო ჯამში ამერიკულმა კომპანიებმა დაკარგეს ფასი დაახლოებით ტრილიონი დოლარი. მხოლოდ Nvidia არის ასეთი პროცესორებს ამზადებს ეს კომპანია, იქ ვიდეო კარტები და ასე შემდეგ, ვინც კომპიუტერებში ერკვევა, მან კარგად იცის ეს კომპანია, მხოლოდ მან დაკარგა 16%, ანუ დაახლოებით 600 მილიარდი. ეს იყო ძალიან სერიოზული დარტყმა ამერიკის მაღალტექნოლოგიური ასე ვთქვათ კომპანიებისთვის და ზოგადად ეკონომიკისთვის და ჩინეთმა უკვე მეორე დღესვე გამოუშვა კიდე მეორე პროგრამა. ანუ ეს იყო ასე ვთქვათ ორგანიზებული შეტევა ამერიკის ეკონომიკის წინააღმდეგ მაღალტექნოლოგიური ასე ვთქვათ ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების შესაფერხებლად და ეს იყო ჩინეთის მხრიდან ის პასუხი მაგალითად იმ პასუხი იმაზე, რასაც შეერთებული შტატები ჩინეთის წინააღმდეგ ახორციელებს მრავალი წელია და ეხლა ვითომ ტრამპა განაცხადა, რომ ის გეგმავს ჩინეთში ვიზიტს, ანუ პოზიტიური, ასე ვთქვათ, შინაარსის მესიჯები გააჟღერა, მაგრამ იმავე დროს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ჩინეთს პოლიტიკურად არ არის ჩინეთის პოლიტიკა არ არის მომწიფებულიო. ანუ ასე ვთქვათ, გამომრიცხავი განცხადება გააკეთა, რომელიც ეწინააღმდეგება ტრამპის განცხადებას. ხო, ეხლა ჩინეთს 5000 წლოვანი ისტორია აქვს და ამ დროს შეერთებული შტატების მაღალჩინოსანი გამოდის და იძახის, რომ ამ ქვეყანას აქვს დაბალი პოლიტიკური მომწიფების, ანუ პოლიტიკურად მომწიფებელიაო რა ეს ფაქტიურად შეურაცხყოფა იყო და ესაც მოხდა ჩინეთის მხრიდან ეს ალბათ იმაზე არის პასუხი რომ ტრამპის მცდელობა რომ გაერთიანდეს ჩინეთთან, ანუ ჩინეთი გამოიყენოს რუსეთის წინააღმდეგ. შეიძლება ეს არ გამოუვა და ეს იყო ზუსტად ამის პასუხი. შეიძლება ასე ვიფიქროთ, უბრალოდ აქვე მოდით მაინც სიმართლეს გავუსწოროთ თვალები. ჩინეთს ჯერჯერობით ბევრი უკლია რომ მიაღწიოს ამერიკის შეერთებულ შტატებს, მაგრამ აქვე ვაღიაროთ რომ ჩინეთი არის ერთ-ერთი თანამედროვე უკვე ზესახელმწიფო მისი უძველესი ისტორიის მიუხედავად, რომელიც კონკურენტებში გასვლა დაიწყო ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ეს გადაასწრო ეკონომიკის ეს პროცენტული შეფარდებით შეიძლება ვთქვათ, როგორც ცალკე აღებული სუბიექტი, ცალკე აღებული ქვეყანა, მაგრამ თავად ამერიკის შეერთებულ შტატებს ჯერ ვერ აჯობებს. არ არის ჯერ საამისოდ მზად. აქ არის ორი ვარიანტი, რომ ან რუსეთი და ჩინეთი უნდა იყვნენ ერთად და ამერიკის შეერთებული შტატები ტექნიკურად თუ მოახერხებს, ჯერ უნდა წააქციოს ერთი და მერე წააქციოს მეორე. ანუ ისე რომ ორივეს ერთბაშად გაუმკლავდეს, ეს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ანუ ვაშინგტონს ეს არ გამოუვა. ეს მშვენივრად ესმით, როგორც თეთრ სახლში, ასევე კონგრესში, სენატში და თუნდაც იმ deep stage-ში. საქმე რაში მდგომარეობს, ანუ ჩინეთი ისინი ყველანაირად ეცდებიან რომ მოძებნონ გასაღები ჩინეთთან სალაპარაკოდ, ამიტომაც აქტიურობს ტრამპი. ამის მაგალითი იყო თუნდაც ის, რომ ჯერ კიდევ 2019 წელს, როდესაც შეხვდა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს და ამას ტრამპი იყენებს ერთგვარ შესაძლოა პიარადაც კი, თუ როგორ შეუძლია მას ეს მის მოწინააღმდეგე ქვეყანათა ლიდერებთან საუბარი. აი ამიტომ არის გათვლა იმაზე, რომ იქნებ სი ძინპინთანაც მოახერხოს ასეთი საუბარი, არც ის არის გამორიცხული, რომ მართლაც მიიტანოს ვიზიტი პეკინში, ჩავიდეს ამ ქვეყანაში, მაგრამ მანამდე რაც აქვს, თქვა ამ მრჩევლებისადმი პირობა დადებული ტრამპს, რომ უნდა მოაგვაროს 100 დღეში უკრაინის კონფლიქტი, მაგრამ როგორც ჩანს ამას ასე უცებ ვერ მოახერხებს. განიხილებოდა ერთ-ერთ ვარიანტად ინდოეთში შეხვედრა.
ინდოეთი კი მოგეხსენებათ არის ქვეყანა, რომელიც თავისი გნებავთ რელიგიური შემადგენლობიდან გამომდინარე, თავად სახელმწიფოებრივი ფილოსოფიის მოწყობიდან გამომდინარე არ არის აგრესორი. ანუ პაკისტანთან კი აქვს დაპირისპირება და ქაშმირი და ასე შემდეგ, შორს წაგვიყვანს ამაზე საუბარი, მაგრამ ინდოეთი იქნებოდა კარგი მოედანი, რომ ვთქვათ, რუსეთის პრეზიდენტს და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს უკრაინის საკითხი განეხილათ ამ ქვეყანაში. აი ჩინეთი თუ საბოლოო ჯამში როგორ იმოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ და ჩვენ გვახსოვს ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს რამხელა დაპირისპირება იყო შტატებსა და ჩინეთს შორის და ისიც უნდა ითქვას რომ არ უხარია ჩინეთთან ურთიერთობა დონალდ ტრამპს იცის რა მისი ეს ეკონომიკური წარმატება და აღმავლობა შესაბამისად ამას ვფიქრობ აი ეს პრეზიდენტობა ტრამპის ამჟამინდელი პრეზიდენტობა ეს 5 წლიანი ვადა კარგად გამოაჩენს თუ სიტყვა და საქმე ერთი თუ აქვს ტრამპს ყოველ შემთხვევაში უკრაინის საკითხის მოგვარებას ის პირობას დებდა და არც ის არის გამორიცხული რომ აქიდანვე როდესაც კონგრესში შეიტანა ის თავისი ასე ვთქვათ მოწადინებულია რომ აქიდანვე დაიბევოს მეორე ვადით კენჭისყრის შესაძლებლობა კონსტიტუცია შეცვალოს ხო შეცვალოს კონსტიტუცია არც ეს არის გამორიცხული რომ ის მას აქვს უფრო გრძელვადიანი გათვლები მაგრამ მიუბრუნდეთ არსებულ რეალობას მარკო რუბიო არ არის შემთხვევითი პირი რომელიც შეირჩა სახელმწიფო მდივნის პოსტზე იყო იქ რამდენიმე კანდიდატურა განხილული მაგრამ მარკო რუბიო არის რუსოფობი ანუ ანტირუსია თავის შემადგენლობით თავისი შინაარსით თავისი ხედვით მიუხედავად იმისა რომ კუბელი წარმოშობისა კი ბატონო და რაც შეეხება მათ წინამორბედებს ანუ ბაიდენს და ენტონი ბლინკენს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ანუ გოსდუმას სპიკერმა ვიაჩესლავ ვალოდინმა შეიტყო რა ინფორმაცია იმის შესახებ რომ მართლაც ბლინკენის პირობებში მზადდებოდა ვლადიმერ პუტინზე თავდასხმის უпроსტოდ განადგურების ლიკვიდაციის გეგმა პირდაპირ თქვა რომ როგორც ბაიდენი ასევე ენტონი ბლინკენი უნდა დაისაჯნონ არც მეტი არც ნაკლები ელექტროსკამზე დასმით ანუ სიკვდილით უნდა დაისაჯონ ელექტროსკამი და მახსენდება უბრალოდ ძველი ფილმია თბილისში ჯერ კიდე საბჭოთა პერიოდში 1983 წელს გადაღებული ფილმია სახელწოდებით დენიელი და სიდნი ლუმეტის ცნობილი ფილმია სადაც გამოყენებული იყო თავად ამ შვილის ეს იყო პოლი და როშელი აიზექსონები, რომლებიც ვითომ ჯაშუშობდნენ საბჭოთა კავშირის სასარგებლოდ ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ და იქ არის კარგად აღწერილი ამ ელექტროსკამზე დასჯის კადრები არის თვალნათლივ აღწერილი, როგორ აფარებენ თავზე ელექტროდებს და ანუ მოკლედ მძიმე სურათი არის მახსოვს ჯერ კიდე მაშინ ბავშვი ვიყავი რომ ნახე ეს ფილმი ფედერალურ დონეზე უკვე ტრამპმა ასე ვთქვათ დაინიცირა კანონი რომელიც აბრუნებს სიკვდილით დასჯას და ეს არის იმის მანიშნებელი რომ ასე ვთქვათ ის ძალიან ხისტი მეთოდებით დაიწყებს ბრძოლას deep state-ის წინააღმდეგ და იმ ძალების წინააღმდეგ რომლებიც ნუ ბაიდენის გუნდი რომელიც ცდილობდა ამერიკის ხალხის ხარჯზე გაეძლიერებინა საერთაშორისო საბანკო კორპორაციები ნუ ახლა დღეისათვის რაც თქვენ თქვით ეგ თუ არ ვცდები ტაკერ კარსოლმა განაცხადა და ასევე მან განაცხადა იმ ინტერვიუში რომ სწორედ შეერთებული შტატების მხრიდან იყო გერმანიაზე შური იძიეს და აფეთქეს ჩრდილო ნაკადი 2 და ეს ნუ აღიარა ტაკერ კარსოლმა ხო როგორც შეერთებული შტატების წარმომადგენელმა ჟურნალისტი არის, მაგრამ ტრამპის გუნდის წევრი არის და იმედია რომ ამას მოყვება საგამოძიებო სერია.
არაერთი გამოძიება, არამედ საგამოძიებო სერია, მათ შორის ტრამპმა დაინიცირა, ასე ვთქვათ, კენედის მკვლელობის გამოძიება, ხო? ანუ რეალურად ისე კია ის მასალების გამომზეურება. რაც აქვს ცენტრალურ ეს ჩემი აზრით იქნება დარტყმა ფედერალურ სარეზერვო სისტემაზე. საიდან რის გამოც ფაქტიურად როგორც ამბობენ მოხდა კენედის ლიკვიდაცია, რომელმაც მაშინ დაინიცირა ისეთი რეფორმები, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ფედერალურ სარეზერვო სისტემას, ანუ შეერთებული შტატები უნდა გამოეყვანა აი ამ საბანკო კაბალიდან. და ასეთი რაღაც მოუწყეს კენედის, ხო? და ეს ამის გამორკვევა დაიწყო ტრამპმა. მეორე ის რომ ტრამპმა დაინიცირა, ასე ვთქვათ, კანონი კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით და შექმნა ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ამ მიმართულებით და მას უნდა რომ შეერთებული შტატები აქციოს კრიპტოვალუტის ცენტრად. და აი ამ ჯგუფში არ შეიყვანა ფედერალური სარეზერვო სისტემის წარმომადგენლები. ანუ ის ებრძვის ფედერალურ სარეზერვო სისტემას, როგორც დოლარის სისტემას, ასე ვთქვათ, ბრეიტონ უდის შეთანხმების შედეგად, რომელიც შედგა და დღეისათვის შეერთებული შტატებისთვისაც მავნებელია, როგორც მთელი მსოფლიოსთვისაც, ხო, როგორც ძარცველი სისტემა და ეს იქიდან გამომდინარეობს, რომ ტრამპი მიხვდა, რომ შეერთებულ შტატებსაც იყენებს ის საერთაშორისო საბანკო კორპორაციები და ამას ხედავთ შტატების საგარეო ვალში, ხო, 35 ტრილიონს გადააჭარბა უკვე, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 130%-ია. ეს არის ძალიან სერიოზული თანხა და მაჩვენებელი იმისა, რომ შეიძლება შეერთებულ შტატებში წელს დეფოლტიც კი მოხდეს. იგივე იაპონიაში მაგალითად თითქმის 300%-მდე არის, იგივე იაპონია მიმულია შეერთებული შტატების აი ამ დოლარის სისტემაზეც. და აი ამ ასე ვთქვათ, ეკონომიკური პრობლემების ფონზე ჩინეთი ძლიერდება, მოგეხსენებათ მშპ-ს, ასევე მეორე მაჩვენებელიც აქვს ამ ეკონომიკის მყიდველუნარიანობის პარიტეტი, ამის მიხედვით ჩინეთმა გადაასწრო უკვე შეერთებულ შტატებს, მაგალითად 34 ტრილიონი აქვს ეკონომიკა ჩინეთს და შეერთებულ შტატებს 27 ტრილიონი. მოგეხსენებათ, რამდენიმე წლის წინ, ანუ ტრამპის პირველი ვადის დროს შეერთებული შტატების ეკონომიკა მსოფლიო ეკონომიკასთან მიმართებაში იყო დაახლოებით 20%. დღეისათვის აშშ-ის ეკონომიკა მსოფლიო ეკონომიკასთან მიმართებაში მხოლოდ 15%, ანუ 15%-ით დაიკლო. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და თუ ტრამპის ვადის დამთავრებამდე კიდევ 5%-ით დაეცა, ანუ 10%-მდე, შესაძლოა შეერთებული შტატები დაიშალოს და ამის პირველი ნიშნები უკვე არის, მაგალითად, კალიფორნიის შტატში უკვე დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს შტატი გამოვიდეს შეერთებული შტატების შემადგენლობიდან და ჩვენ კარგად ვიცით, რომ იგივე ტეხასის შტატშიც მსგავსი პროცესები არის, ისინი, არიან ბევრი იქ წარმომადგენელი, მაღალჩინოსნები, რომლებიც თვლიან, რომ ტეხასი უნდა გავიდეს შეერთებული შტატებიდან. ამავე დროს ტრამპს აქვს ძალიან სერიოზული პრობლემები, გარდა ეკონომიკური პრობლემებისა, მოკავშირეებთან, ხო? იგივე ევროპას უპირისპირდება, მაგალითად, იმ გარდა ლიბერალებისა უპირისპირდება, რუსეთთანაც არ აქვს ახლა კარგი ურთიერთობა, სულ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ტრამპმა განაცხადა, რომ სანქციებიც დაემუქრა, ფაქტიურად დაიმუქრა სანქციებით, რომ აი თუ არ დამთანხმდებიანო იმ პირობებზე, რაც შეერთებული შტატებისთვის მისაღები არის, მაშინო სანქციებს გავაძლიერებთო. და მეორე დღესვე შეცვალა რეტორიკა და თქვა, რომ აი მე დიდი სურვილი მაქვსო, რომ ბატონ ვლადიმერ პუტინთან მქონდეს შეხვედრაო და განვიხილოთ იგივე უკრაინის კონფლიქტიო. ანუ ყოველდღიურად იცვლება ვითარება, ტრამპს არ ვიცი ახლა რა გეგმა აქვს, რა გეგმას მიყვება თან ამავე დროს უსაფრთხოებასთან დაკავშირებითაც
შეერთებულ შტატებს პრობლემები აქვს და იგივე ტრამპმა დაინიცირა მაგალითად ისეთი დაცვა ქვეყნისა, როგორიც არის ისრაელში, ხო? რკინის ფარდა ქვია, რკინის გუმბათი, რომელიც იცავს სარაკეტო დარტყმისგან. ეს არის ტექნიკურად რომ შევაფასოთ, ეს არის ანტისარაკეტო სისტემების განლაგება საზღვრის პერიმეტრზე. სხვა არაფერი, მაგრამ მოგეხსენებათ, შეერთებულ შტატებს აქვს ანტისარაკეტო კომპლექსი პეტრიოტი. ნუ ახლა მოდერნიზებული არის, მაგრამ ის ვერ იმოქმედებს მაგალითად რუსეთის ჰიპერბგერითი რაკეტა ავანგარდის წინააღმდეგ. ავანგარდის მაქსიმალური სიჩქარე არის დაახლოებით 30 მახი. ანუ ჰიპერბგერითი რაკეტა არის 30 მახი დაახლოებით 30000 კმ/სთ-ია, სულ ცოტა. რომლის შეჩერებასაც ვერავით არის პეტრიოტი და ვერავით არის რკინის გუმბათი ვერ შეძლებს. და მეორე მხრივ რუსეთს აქვს პოსეიდონი, რომელიც წყალქვეშა ნავიდან ხდება გაშვება. მას ფაქტიურად არ აქვს, ასე ვთქვათ, ანუ რამდენიმე დაახლოებით 5000 კილომეტრის სიშორიდან შეუძლია წყალქვეშა ნავს ისროლოს ეს რაკეტა და სიღრმე აქვს დაახლოებით 1 კილომეტრი. სისწრაფე სიჩქარე აქვს 185 კმ/სთ. ანუ რუსეთს აქვს ისეთი რაკეტები, რომლის წინააღმდეგაც დღეს შეერთებულ შტატებს არავითარი თავდაცვის მექანიზმი არ აქვს. არც თავდასხმითი მექანიზმი, ანუ ჰიპერბგერითი რაკეტა არ აქვს. ერთადერთი შეერთებულ შტატებს ჰქონდა, ასე ვთქვათ, ამაყობდნენ იმით, რომ ჰქონდათ მეხუთე თაობის მოიერიშე გამანადგურებელი თვითმფრინავი F-35, რომელიც ილონ მასკმა თქვა, რომ ეს არის ძალიან დეფექტური და არ არის იმ დონისა, რომელიც გაუწევს კონკურენციას რუსულ თვითმფრინავებს. ანუ ასეთი სიტუაცია და ну ძალიან ესე ვთქვათ არაპერსპექტიული ვითარება აქვს ტრამპს. ხო თქვენ ილონ მასკი ახსენეთ ახლა თვითონ SF-35 რაპტორი მეხუთე თაობის გამანადგურებელია, არ არის ეს ხელწამოსაკრავი მანქანა. ილონ მასკმა ახლა კი რაღაც ანალოგიური შეიძლება მართლაც კონდეს ნათქვამი, მაგრამ იქ ალბათ რაღაც კონკურენციის მომენტი იყო, ვიცით რომ თვითონაც უზარმაზარ ამ ახალი ტექნოლოგიების კორპორაციას ხელმძღვანელობს, მაგრამ თავისი ავიონიკით, თავისი უახლესი აპარატურით, ну რუსებმა შექმნეს ასე PAK-50 სახელით წოდებული ასეთი გამანადგურებელი და ეს შეჯიბრი არიან ქვეყნებში. სხვათა შორის ჩინელებსაც ყავთ ასეთი ტიპის გამანადგურებელი. და რადგან მასკზე ვსაუბრობთ, მასკი ბოლო პერიოდში აკეთებს ისეთ ხისტ განცხადებებს, ძირითადად ევროპელი ლიდერების მისამართით, რითაც თვალნათლივ იკვეთება პრინციპში ტრამპის საწადელი. უბრალოდ ამას აკეთებს მასკის ხელით, როგორც ჩანს. და ამაზე უკვე გამოხმაურება აქვს ჯერ კიდევ მოქმედ კანცლერს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს ოლაფ შოლცს და ამბობს ასეთ რამეს, რომ ილონ მასკი ევროპის საქმეებში მემარჯვენე პოლიტიკოსების სასარგებლოდ ერევა. ჩვენ გვახსოვს ონლაინ ჩართვა ის მხარს უჭერს თავად დონალდ ტრამპიც მხარს უჭერს ალის ვაიდელს, რომელიც არის AfD-ის ლიდერი, ალტერნატივა ახალი გერმანიისთვის. ეს ულტრამემარჯვენე გაერთიანება, რომელიც ლიბერალ გერმანელებს შიშიზარს ცემს. საერთოდ თავად ამ პარტიის არსებობას აპროტესტებენ ბუნდესტაგში რამდენჯერმე დადგა საკითხი, უნდათ რომ საერთოდ გაეუქმებინათ ეს პარტია. და ოლაფ შოლცი უფრო შორს წავიდა, ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყანა, რომელიც იმსახურებს გერმანელების მხრიდან დაფასებას, რომელმაც და ის თავად ამბობს, რომ ის ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობით, თუნდაც იმიტომ არის კმაყოფილი და იყო, რადგან აი სწორედ ეს მემარჯვენე მიმდინარეობა ჰიტლერის სახით, სწორედ ამერიკელებს მიუძღვით წვლილი ამ მოძირკვასთან დაკავშირებით, გერმანიის აი ცნობიერებაში, გერმანელთა ცნობიერებაში ამის ამოძირკვასთან დაკავშირებით. ხო და ეხლა, როდესაც უჭერენ მხარს ულტრამემარჯვენე AfD-სო, ეს არ მოგწონსო და ნუ ილონ მასკი ერევა თავისი განცხადებებით. აქ საქმე რაშია? თვითონ არა მხოლოდ ბერლინი, არამედ სხვა ევროპული დედაქალაქები
ბოლო პერიოდში პირდაპირ ერეოდნენ საქართველოს საშინაო საქმეებში. ხო და აი მათ არ მოწონთ, როდესაც მათი ქვეყნის საქმეებში ერევა, თქვათ, კიდევ უფრო ძლიერი ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი პირი, პრინციპში ახლა მას კი პოზიციონირებს როგორც მარჯვენა ხელი დონალდ ტრამპის აი ეს რიგ პოლიტიკურ საკითხებში და ამავე დროს არ წყვეტენ თვითონ აი მთელი რიგი მთავრობები ამ დრომდე საქართველოს მისამართით განცხადებების ესეთი უარყოფითი კონტექსტით საქართველოს მოხსენიებას. თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა ჩვენ ქართულმა საზოგადოებამ უბრალოდ უნდა ელოდოს როდის გადაწყვეტს იქ არჩევნები საბოლოოდ მათ ბედს 23 თებერვალს გერმანიაში გაირკვევა ვინ მოდის ხელისუფლებაში და უკვე ემუქრებიან ემანუელ მაკრონს ფრანგებიც მარინ ლეპენის და ამბარდელას სახით. ვიცით რა არის, ეს არის ის პროცესი, რაც წეღამ თქვი. ანუ ევროპაში მიდის დაპირისპირება სამი ძალისა. ეს არის კლინტონების კლანი, რომელიც დამარცხდა ვაშინგტონში ტრამპის გუნდის წინააღმდეგ. ისინი ცდილობენ ევროპაში გააქტიურდნენ და გაძლიერდნენ. მეორე არის ბრიტანეთის, ანუ ლონდონი, რომელიც ცდილობს მაგალითად საფრანგეთში ძალიან სერიოზული გავლენები აქვს. ну фактიურად მაკრონი ასე ვთქვათ კარიერა აიწყო როჩილდების ბანკში და ну ბრიტანეთთან არის დაკავშირებული, ასევე გერმანიაშიც აქვს გარკვეული ასე ვთქვათ გავლენები და თავად ევროპელები, ხო, ის ძველი ელიტა, რომელიც ცდილობს რომ ასე ვთქვათ გამოვიდეს აი ამ ანგლოსაქსონური გავლენებიდან. აი ეს ლიბერალური ძალები ბრიტანული და კლინტონის კლანი ასე ვთქვათ ისინი ფაქტიურად ერთ მხარეს არიან, მაგრამ ერთმანეთშიც მიდის კონკურენცია და ბრძოლა და ისინი უპირისპირდებიან ტრამპის გუნდს როგორც კონსერვატორებს. ჩვენ უნდა ველოდეთ აქედან იმას რომ თუ სიტყვაზე კლინტონების კლანი გაძლიერდა, ისინი გააძლიერებენ საქართველოზე წნეხს და შესაბამისად სანქციებს, ну ევროპის მხრიდან გულისხმობ. თუ ტრამპმა თავისი გუნდით მოახერხა ის, რომ იგივე გერმანიაში, იგივე ბრიტანეთში, სადაც სტარმერი მაგალითად არ არის, თლათ ისეთი რეიტინგული პრემიერი და შეცვალა, მაგალითად, ну მას კი პირდაპირ აფინანსებს ასე ვთქვათ ოპოზიციას ბრიტანეთში, ხო, 100 მილიონი დოლარით. შემდეგ გერმანიაში ცდილობს ტრამპის გუნდი რომ მოიყვანოს თავისი კადრები, ის კანდიდატურები, რომლებიც იქნებიან ლოიალური შეერთებული შტატებისა და იქნებიან კონსერვატორული ძალა, მემარჯვენე ძალა და შესაბამისად იგივე პროცესი მიდის დაახლოებით სხვა ქვეყნებში. ну ეხლა ის რაც მოხდა სერბეთში, რომ გადადგა პრემიერ-მინისტრი, ეს იმას მოყვა, როდესაც ჩვენ გახსოვს რომ ყოფილი ასე ვთქვათ სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი 2017 წელს იყო ეს ადამიანი ტრამპის დროს, მან პირდაპირ დაემუქრა სერბეთის პრეზიდენტს ვუჩიჩს, რომ ის გადამდგარიყო და უკან დაეხია და ასე ვთქვათ არ გაეგრძელებინა რუსეთთან მეგობრობის კურსი. და პირდაპირ დაემუქრა ასე ვთქვათ აქციებით, ხო და ამის შემდეგ უკვე დაიწყო საპროტესტო აქციები და შედეგად გადადგა პრემიერ-მინისტრი სერბეთში. ზუსტად აი ეს პროცესი არის იგივე სხვა ქვეყნებშიც ზოგ ასე ვთქვათ მოვლენას, პოლიტიკურ მოვლენას ჩვენ აშკარად ხედავთ, ეს თვალსაჩინო არის, ძალიან ბევრი პროცესი დაფარული არის და იმით დამთავრდება თუ რომელი კლანი გაიმარჯვებს. ანუ შიდა დაპირისპირება მიდის დასავლურ ქვეყნებში. იგივე ახლა ნატოსთან დაკავშირებითაც იგივეს ხედავთ, ხო?
რომ ტრამპი ზრდის გადასახადს 5%-მდე, რაზეც წეღან ვისაუბრეთ. მაგალითად, ასევე გრენლანდია, რომელიც დანიის პროტექტორატია, ეს ანუ ერთმანეთს უპირისპირდებიან. კანადა, რომელიც ბრიტანეთის პროტექტორატია ფაქტიურად, ართმევს შეერთებული შტატები თავის მოკავშირეებს ტერიტორიებს, იგივე პანამასთან დაკავშირებით რუსეთის მხრიდანაც გაკეთდა განცხადება და თქვეს რომ ჩვენ მოველითო რომ პანამის ასე ვთქვათ მითვისება არ მოხდება. აი გრენლანდიასთან დაკავშირებით გასულ შაბათს, როდესაც ტრამპმა თქვა რომ მე ვფიქრობ რომ ჩვენ მას მოვიპოვებთო და აქვე დაამატა რომ 57,000 მაცხოვრებელი ამ კონძულის თანახმა იქნებიან რომ ჩვენთან ერთად იყონო, ანუ ამერიკის შეერთებული შტატები გახდნენ. და შემდეგ ამისა ჩატარდა გამოკითხვა კომპანია Verian-მა, კვლევითმა ორგანიზაცია Verian-მა გრენლანდიური გაზეთისთვის სერმიც აგიქვია და დანიური გამოცემა არის ესეთი Berlingske. ცხადყო რომ 85% ამ გრენლანდიელებისა არიან წინააღმდეგნი, რომ ტრამპ ანუ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გახდნენ არ გაუადვილდება ტრამპს მითვისება და სულ რაღაც 6%-ია გრენლანდიაში, რომელიც თანახმაა რომ კონძული გახდეს ამერიკის შეერთებული შტატების ნაწილი. ხო და ნუ უბრალოდ განსხვავება ის არის რომ თუნდაც შტატების ყველაზე ჩამორჩენილი შტატი რომელიმე მისი ბიუჯეტი ბევრად აღემატება თუნდაც დანიის ბიუჯეტს. ან პროცენტული შეფარდებით, მაგრამ გრენლანდიის მცხოვრებლები, რომლებიც თავს მიიჩნევენ, ნუ ესეთ პირდაპირ არა, მაგრამ ფართო ავტონომიის უფლება აქვს დანიის საზღვრებში, ამბობენ, რომ არ გვინდა ამერიკის შეერთებული შტატები. ნუ ამ კვლევის თანახმად. ასე რომ რას მოიმოქმედებს ტრამპი ამ გრენლანდიასთან მიმართებით არავინ არ იცის. პრინციპში ახლა იგივე სიტუაცია კანადასთან დაკავშირებითაც იგივე სიტუაცია არის. კანადას ყავს შეერაღებული ძალები და გრენლანდია სულ 22 კაცი ყავს იქ ოფიციალურად გასამართლებელი. 18 შტატების ბაზაც არის გრენლანდიაში, არც ისე დიდი, მაგრამ რამდენიმე ასეული ადამიანია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ბაზა არის და ნუ ახლა უკიდურეს შემთხვევაში შეერთებულ შტატებს შეუძლია ნუ დესანტი გადასხას აი ძალიან უხეში ფორმით და მოახდინოს ანექსია. ნუ კანადაში უფრო სხვა სიტუაცია არის, მაგრამ ტრამპი ცდილობს რომ კანადის ეკონომიკურად ასე ვთქვათ დაინტერესება მოახდინოს, გაუქმოს გადასახადები, სხვადასხვა ასე ვთქვათ დაპირებები ვრცელდება ტრამპის მხრიდან და ამავე დროს ანუ თაფლაკვერისა და მათრახის პოლიტიკას ატარებს და მეორეს მხრივ ემუქრება რომ კანადის პროდუქციას დაუწესებს 25%-იან გადასახადს, იგივე მექსიკის პროდუქციასაც. მაგრამ ამ შემთხვევაში ახლა რა შეიძლება მოხდეს, ხო? შეერთებულ შტატებში, რომელიც სადაც შედის ამ ორი ქვეყნიდან პროდუქცია, ამისი ასე ვთქვათ იმპორტის შეცვლა არ შეუძლია, აი როგორც ხდება რუსეთში, ხო? იმპორტის ამიშენიას რო ეძახიან, იმპორტის შეცვლა ადგილობრივი პროდუქციით ვერ მოხდება, იქიდან გამომდინარე, რომ შეერთებულ უახლოეს მომავალში, იმიტომ რომ ნუ შეერთებულ შტატებს არ აქვს ახლა ეკონომიკურად ისეთი ვითარება, რომ უახლოეს ხანებში ააშენოს ის საწარმოები და იგივე ჩინეთიდან რაც შემოდის ყოველდღიური მოხმარების პროდუქცია 40%, რასაც მოიხმარს შეერთებული შტატები, შემოდის ჩინეთიდან და იქიდან რომ ასე ვთქვათ ჩინეთსაც რომ დაუწესოს გადასახადი, ეს მისთვისაც ცუდი იქნება. ეს გამოიწვევს უბრალოდ ფასების ზრდას ქვეყნის შიგნით. ეს იქნება ამას მოყვება უკვე მოსახლეობის ცხოვრების დონის დაწევა. შეიძლება პროდუქცია უკვე აღარ შემოვიდეს იმ რაოდენობით და გამოიწვევს პროდუქციაზე დეფიციტი, ინფლაცია, ეს უკვე ჯაჭვური რეაქცია მიდის. და ამავე დროს შტატებს არა ძალიან რთული ვითარება აქვს ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით. იგივე ვაგონები გადადიან რელსებიდან, რაც აი ბოლო წლებში ხდებოდა. იგივე მაგალითად ძვირდება ნავთობი, ნუ ბოლო 5 წლის განმავლობაში 40%-ით გაძვირდა.
და ამავე დროს იგივე კანადაზე არის დამოკიდებული დაახლოებით 40% იმპორტისა კანადიდან შემოდის და ნავთობისა დღეში 4 მილიონი ბარელი ნავთობი, საერთო ჯამში 9 მილიონი ბარელი ნავთობის იმპორტს აკეთებს ყოველდღიურად შეერთებული შტატები და კანადაზეც მეტწილად არის დამოკიდებული. ტრამპი ცდილობს, რომ შეერთებული შტატები გადააქციოს რესურსის მიხედვით, რესურსის მხრივ მდგრად სახელმწიფოც და აი ამ რესურსების ხარჯზე გააძლიეროს ეკონომიკა, მოახდინოს ახალი ინდუსტრიალიზაცია და რომ შეერთებული შტატები იყოს კონკურენტუნარიანი, მაგალითად ჩინეთთან მიმართებაში. ეხლა რუსეთი, მაგალითად რუსეთში საკმაოდ აქტიურად მიდის ინდუსტრიალიზაციის პროცესი, მე პირადად ასე ვხედავ. რამდენიმე დღის წინ სოციალში გავაზიარე ავტოვაზის კონცერნი ავტოვაზის ახალი მოდელები, სერიული წარმოების ავტომობილების ახალი მოდელები, რომლის პრეზენტაციაც მოხდა მაღალ დონეზე და ჩვენ ვხედავთ, რომ ესე იგი იგივე იმპორტოზამიშენი რაც წეღავ თქვი, ანუ იმპორტის ჩანაცვლება ადგილობრივი წარმოებით ეს ხდება ძალიან ასე ვთქვათ ინტენსიურად, ხდება ბიუჯეტიდან დაფინანსება, ანუ საბიუჯეტო ინვესტიციები, ან პირდაპირ ბიუჯეტიდან აფინანსებს საწარმოებს, შენდება ახალი ფაბრიკა, ქარხნები და ხდება იმ პროდუქციის ჩანაცვლება, რომელიც წლების განმავლობაში შემოდიოდა იმპორტზე. და ეს ყველაფერი ამ ყველაფერს ხედავთ სანქციების ფონზე. ხო, სანქციები აძლიერებს სანქციების მიუხედავად რუსეთი ძლიერდება ისევე როგორც ირანიც და საკმაოდ მაღალი ტექნოლოგიური პროდუქცია, ანუ პროდუქციის მაღალი ტექნოლოგიური ხარისხი ყოველწლიურად იზრდება და კონკურენტუნარიანი ხდება მათ შორის ჩინეთის ეკონომიკისა, მათ შორის იაპონიის პროდუქციისა, სადაც ასევე მაღალი ტექნოლოგიური პროდუქცია არის და რა თქმა უნდა შეერთებული შტატებიც კარგად ხედავს ამას და იმიტომ ცდილობს რომ თქვენ რაც ბრძანეთ რომ ესე იგი შეერთებულ შტატებს არ შეუძლია ანუ ჩინეთისა და რუსეთის ალიანსს მარტო გაუმკლავდეს და ის შეეცდება რომ ეს ალიანსი ასე ვთქვათ დაშალოს, ანუ ჩინეთი გამოიყენოს რუსეთის წინააღმდეგ ან პირიქით და ამით მოახდინოს საკუთარი პოზიციების გაძლიერება, მაგრამ ამას იგივე ჩინეთი და რუსეთი ამას კარგად ხედავენ და ეს ხრიკი ტრამპს არ გამოუვა. ტრამპს აქვს ეს ერთადერთი გადარჩენის თავისი ქვეყნის გაძლიერების ერთადერთი ასე ვთქვათ შანსი, რომ რუსეთთან დაალაგოს ურთიერთობები, არა ჩინეთთან, არამედ რუსეთთან, იქიდან გამომდინარე რომ ჩინეთს არავითარი აი რაც ორშაბათს მოხდა რომ ჩინეთმა საკმაოდ ესე ძლიერი დარტყმა მოახდინა შეერთებული შტატების ეკონომიკაზე ტრამპს დარჩა ერთადერთი გზა რომ ვლადიმერ პუტინთან ერთად მოილაპარაკოს აი ამ მთელ რიგ საკითხებზე და შეწყდეს ეს კონფრონტაცია რა. ნუ ვრცელდება უკვე გარკვეული ინფორმაციები, ხო რამდენად სანდოა ეს სხვა საკითხია, მაგრამ ის რომ ტრამპის ადმინისტრაცია ეცდება ამ უკრაინის კონფლიქტის მოგვარებას რუსეთთან ერთად უკვე თავად კიევის და ევროკავშირის ჩახსნით. ანუ რომ მათ არ დაეკითხება არაფერს. ჩანს აშკარად წინააღმდეგობა როგორც ზელენსკის მხრიდან, ანუ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, ასევე ევროკავშირის მხრიდან მათ არ მოწონთ ტრამპის აქტიურობა, რომელიც ესეთი ეგოცენტრისტია მიმართულებით, საკუთარი ცდილობს შეინარჩუნოს ჰეგემონია, რაც ბატონმა სერგეი რიაბკოვმა თქვა. ხო, და გარდა ამისა, ეხლა იქ მარტივი სიტუაცია არც თავად ევროპულ ქვეყნებში, ან გადაცემის მცველობისას მე ვთქვი გერმანიაზე ვახსენე, შოლციც ეჭვიანობს და სულ ახალი ინფო არის იმასთან დაკავშირებით, რომ სკანდალი მწიფდება თვითონ გერმანიაში. ხედავენ რა ბოლო კვლევებით რომ ალტერნატივა გერმანიისთვის მყარად დგას მეორე საფეხურზე, ანუ საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი ყავს და დიდი ალბათობით მეორე ადგილზე გავა და მერცი და ეს ქრისტიან-დემოკრატები და შოლცი უპირისპირდება უკვე
მერც ეჭვიანობს იყო საუბარი იმაზე, რომ რაც შეიძლება მალე ჩაეჩოჩებინათ, ასე ვთქვათ, ეს ალტერნატივა გერმანიისთვის AfD, რათა კოალიციით მერცი გამختارიყო კანცლერი, მაგრამ ხედავენ რა, რომ შოლც არანაირი მხარდაჭერა არ აქვს და მწვანეები ხო საერთოდ ბორცს გარეშე არიან დარჩენილები, მერცი პირდაპირ უკვე მიდის იქითკენ, რომ მიგრაციის საკითხებში შეეკრას AfD-ს. ანუ ურთიერთსაპირისპირო მსოფლმხედველობის პარტიები და ალტერნატივა გერმანიისთვის შესაძლოა პირველ ეტაპზე ამაზე წავიდეს კიდეც. და მერც სჭირდება კოალიცია თუნდაც ამ პარტიასთან, რათა გახდეს კანცლერი. ცოტა ხანი მაინც იქნება კანცლერი, სხვა თუ არაფერი და მე შესაძლოა რიგ გარეშე არჩევნები დაინიშნოს კანცლერის. ხო და აი უკვე არის ასეთი დაპირისპირება, ანუ პრინციპში სკანდალია ეს. შოლცი უპირისპირდება მერცს. ასეთი მათ შორის საქართველოსაც აწყობს, რომ დასავლეთში მიდის ასეთი დაპირისპირება და ჩვენ უნდა ვისარგებლოთ იმით, რომ გავაძლიეროთ ჩვენი სუვერენიტეტი და ეს უნდა მოვახდინოთ პირველ რიგში იმით, რომ ჩვენი ძალები არ გვეყოფა მიუხედავად ამისა, რომ დასავლეთიდან რომ შეწყდეს აი ეს წნეხი და შესუსტდეს სანქციები, ჩვენი ძალებით სამწუხაროდ ვერ მოვახერხებთ და ჩვენთვის აუცილებელი არის, რომ ჩვენს მეზობლებთან დავალაგოთ ურთიერთობები, გავამყაროთ ის სტრატეგიული სამოკავშირო ურთიერთობები, რომელიც არის უკვე გაფორმებული, იგივე აზერბაიჯანთან, სომხეთთან და სხვა ქვეყნებთან. და რაც თავარია, საქართველოს უნდა აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან და შემდეგ უკვე სამოკავშირო ურთიერთობები, რასაც ფაქტიურად ყოველ გადაცემაში ვამბობდა, მივმართავთ ხელისუფლებას, რომ მონახონ რესურსები იმისათვის, რომ კონკრეტული ნაბიჯები იქნას გადადგმული და კიდევ მეორე ამას სხვა ალტერნატივა არ აქვს. კი, რუსეთს რაც შეეხება, ჩვენ პრინციპში ამოგვეწურა უკვე გადაცემისთვის განკუთვნილი დრო, მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ სასწრაფოდ არის აღსადგენი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები, თუნდაც იმიტომ, რომ ირანთან მიმართებით, გასაგებია რაც ხდება, ასე რომ აქ რეგიონში გეოპოლიტიკურ კონტექსტში რომ გამოირიცხოს რაიმე კიდევ უფრო ზედმეტი ტვირთი საქართველოზე, საგარეო წნეხი, თუნდაც აღმოსავლეთის მხრიდან, ამიტომ სასწრაფოდ არის რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები აღსადგენი. ვიცით იმის შესახებ, რომ უკვე იყო მუქარა, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე შეიძლება მიიტანონ იერიში და ირანი პასუხობს, რომ აუცილებლად მოყვება ამას პირდაპირი პასუხი. ანუ ეს პასუხი შეიძლება საპასუხო დარტყმით კი არ აისახოს, არამედ იმითი, რომ ხვალზე გამოვიდეს ირანის რომელიმე ლიდერი და თქვას, რომ ჩვენ უკვე დაუბეჭდეთ ატომური იარაღი. ეს კი რეგიონში ჩვენთვის უკვე ესკალაციას საკმაო გამოწვევა. ამიტომ რუსეთთან სასწრაფოდ უნდა აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობები. დიდი მადლობა გიორგი გადაცემაში სტუმრობისთვის. მე შეგახსენებთ ჩვენი სტუმარი გახლდათ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის პოლიტსაბჭოს წევრი პოლიტოლოგი გიორგი ირემაძე. ჩვენ შევხვდებით ხვალ. მადლობა ყურადღებისთვის.